BMG და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. BMG Autos. 2025 წლის იანვარში ელექტრომობილების გლობალური სტატისტიკით და გაყიდვებმა 1.3 მილიონი ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი დეკემბრის გაყიდვებთან შედარებით 35%-ით შემცირებული, ექსპერტები ამ კლებას სეზონურ ფაქტორებს უკავშირებენ და გრძელვადიან ტენდენციებზე ნეგატიურ გავლენას არ მოელიან, რაც შეეხება ცალკეულ რეგიონებს ევროპაში ივი ბაზარი მყარად იზრდება, გაყიდვებმა 250,000 ერთეულს მიაღწია, რაც გასული წლის იანვართან შედარებით 21%-იანი ზრდა. გერმანია კი ევროპის წამყვან ბაზრად რჩება, სადაც ელექტრომობილების გაყიდვები 40%-ით გაიზარდა. ჩინეთში იანვარში 700,000 ერთეული ელექტრომობილი გაიყიდა, რაც 12%-იანი წლიური ზრდაა, თუმცა დეკემბერთან შედარებით 53%-ით შემცირებული მაჩვენებელი. ეს ვარდნა მოსალოდნელი იყო, რადგან იანვარი-თებერვალი ჩინური ახალი წლის პერიოდია, რაც ავტომობილების ბაზარზე ჩვეულებრივ შემცირებას იწვევს. მზარდია ელექტრომობილების გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც 130,000 ერთეულს მიაღწია, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 22%-იანი მატებაა, თუმცა დეკემბერთან შედარებით აქაც კლება 28%. მსოფლიო ტენდენციის და რაც საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი იანვარში 120%-ით გაიზარდა, კერძოდ საქსტატის მონაცემებით მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში 8.7 მილიონი დოლარის 467 ცალი ელექტრომობილი შემოვიდა და როცა 2024 წლის იანვარში ელექტრომობილების იმპორტის მოცულობა 3.900.000 დოლარი იყო და 189 ერთეული, ხოლო 2023 წლის იანვარში კიდევ უფრო ნაკლები 2.5 მილიონი დოლარი და 93 ელექტრომობილი. რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს 2025 წლის იანვრის მონაცემებით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია 338 ელექტრომობილით, ჯამური ღირებულება 4.9 მილიონი დოლარი, მეორეზე ბელგია 1.6 მილიონი დოლარის 40 ავტომობილით, ხოლო მესამეზე ჩინეთია 912,000 დოლარის ღირებულების 45 ავტომობილით. გასული წლის მონაცემებით კი ელექტრომობილების საიმპორტო ქვეყნების ათეული შემდეგია აშშ 55.3 მილიონი დოლარი 3,313 ელექტრომობილი, ჩინეთი 21.5 მილიონი დოლარი 841 ელექტრომობილი, გერმანიიდან 13.300,000 დოლარის ღირებულების 199 ელექტრომობილი შემოიყვანეთ, იაპონიიდან 5.7 მილიონი დოლარის ღირებულების 840 ელექტრომობილი შემოვიდა, ბელგიიდან კი 2.6 მილიონი დოლარის 60 ელექტრომობილი. ჩინურმა ავტომწარმოებელმა BYD-მ დაადასტურა, რომ 2027 წლისთვის მყარი ელემენტის ბატარეების საჩვენებელ ტესტებს შეატარეს. BYD-ის ბატარეების განყოფილების ტექნიკური დირექტორის სუნ ჰუანჯუს განცხადებით, კომპანია 2027 წლიდან დაიწყებს მყარი ბატარეების დემონსტრაციულ გამოყენებას, თუმცა მისი ფართომასშტაბიანი წარმოება სავარაუდოდ 2030 წლამდე არ განხორციელდება. როგორც BYD-ის ხელმძღვანელი ამბობს, ამჟამად ბატარეის წარმოების ხარჯები შედარებით მაღალია, მაგრამ დროთა განმავლობაში მყარი ბატარეების ფასი გათანაბრდება დღევად ელექტროლიტიან ბატარეებთან, რაც მათ უფრო ხელმისაწვდომს გახდის. მყარი ელემენტის ბატარეები მნიშვნელოვნად გაზრდილ ენერგიის სიმკვრივეს უზრუნველყოფს, რაც ელექტრომობილის სვლის, მარაგისა და დამუხტვის სიჩქარის გაუმჯობესებას გამოიწვევს. ამჟამად BYD მსოფლიოში ბატარეების წარმოებით მეორე ადგილზეა ჩინური კატლის შემდეგ. 2024 წელს BYD-მ 153.7 გიგავატი-საათის მოცულობის ბატარეები დაამონტაჟა, რაც გლობალური ბაზრის 17.2%-ია. შედარებისთვის კატლის წილი 27.9%-ია. BYD-ის გარდა კატლი, Honda, Toyota და Volkswagen-იც აქტიურად მუშაობენ მყარი ელემენტების ბატარეების ტექნოლოგიაზე. Kia 27 თებერვალს ესპანეთში ტარაგონაში EV Day-ზე ღონისძიებაზე თავის ყველაზე ბიუჯეტურ ელექტრომობილს წარადგენს. ღონისძიებაზე Kia 3 ახალ მოდელს წარადგენს ჯამში EV2 კონცეპტს, სერიულ წარმოებაში გასასვლელ EV4 სედანს და ელექტროკომერციულ ფურგონს EV5-ს. Kia EV2 კონცეპტი ყველაზე მეტ ყურადღებას მიიპყრობს, იგი ევროპული ქალაქების მძღოლებისთვის შექმნილი და კონკურენციას გაუწევს Citroen C3-ს, Fiat Granda Panda-ს, Dacia Spring-ს და Hyundai Inster-ს. EV2-ის წარმოება Kia-ს სლოვაკეთის ქარხანაში დაიწყება 2025 წლის ბოლოს, ხოლო 2026 წლისთვის წლიურად 100,000 ერთეულის გამოშვება იგეგმება, თუმცა ამ მოდელის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვა ნაკლებად სავარაუდოა იმ დროს, როცა ზოგიერთი ავტომწარმოებელი ელექტრომობილებში ინვესტიციებს ამცირებს. Hyundai Motor Group-ი აგრძელებს ელექტრომობილების მიმართულებით წინსვლას. Kia-ს ახალი მოდელები აჩვენებს, რომ ბაზარი ძვირადღირებული პრემიუმ ელექტრომობილებიდან უფრო ხელმისაწვდომ და პრაქტიკულ მოდელებზე გადადის, რაც ელექტრომობილებს უფრო ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომს გახდის. BMG
და Tegeta Holding-ი წარმოგიდგენთ. PMG Autos